გონიათ მსუბუქწონაში ყველაფერი გადაწყვეტილია? სანამ ზოგიერთები არმან ცარუკიანზე ლოცულობენ, ჩვენმა მატადორმა ილია თოფურიამ უკვე დაამტკიცა ვინ არის ნამდვილი მეფე. დღეს მიაგიხსნით, რატომ არის ილია სხვა პლანეტიდან და რატომ არ აქვს არმანს არანაირი შანსი. მოემზადეთ, სიმართლე მცარეა. აი მითხარით, ჩემო კარგებო, თუ დღეს ვინმეს კითხავთ, ქუჩაში, დარბაზში თუ თუნდაც სოციალურ ქსელებში, ვინ არის მსუბუქი წონის საუკეთესო მებრძოლი ამ დედამიწაზე, რა პასუხს მიიღებთ? მე გეტყვით, ბევრი ისე დაგიყვირებთ არმან ცარუკიანიო, თითქოს რაღაც ახალი რელიგია აღმოაჩინეს. ეს ხალხი ისეთი თავდაჯერებით საუბრობს, რომ ხანდახან მგონია სხვადასხვა ტელევიზორს ვუყურებთ. თუ UFC-ს ეგრეთ წოდებულ ჰარდკორ ფანებს შორის გამოკითხვას ჩავატარებთ, ალბათ ნახევარზე მეტი სწორედ ამ სახელს დაასახელებს. და იცით რა არის ყველაზე სასაცილო? ეს ხალხი ამას ისე პრეპოდნოსებს, თითქოს რაღაც წარმოუდგენელ hot takes ისვრიან. წარმოიდგინეთ ტიპიური სურათი. ზიხარ სავსე ბარში, გარშემო ხმაურია, სიგარეტის ბოლი ტრიალებს, ვიღაც ჭიქას მაგიდაზე ისე აბრახუნებს, რომ ლუდი აქეთ-იქით იფანტება. ყველას აჩუმებს, ნელა იხედება ზემოთ და ისეთი სახით ამბობს, არმან ცარუკიანი მსოფლიოში საუკეთესოაო, თითქოს ახლახან ფარდობითობის თეორია დაამტკიცა. ეგონათ, რომ მთელი სამხარო მათ წინააღმდეგაა, რომ ისინი არიან მარტოსული გმირები, რომლებიც სიმართლისთვის კვდებიან. მე ექსპერტი ვარ, მე ვიცი რაღაც, რაც თქვენ არ იცით. აი ეს არის მათი მენტალიტეტი. რა საცოდაობაა. სინამდვილეში კი, ჩემო მეგობრებო, ეს არის ტიპიური ქეჟუალების აზრი. ეს არის მასობრივი ფსიქოზი, სადაც ხალხი ერთმანეთს აჯაჯვებს თავის არასწორ შეხედულებებს. მე გეტყვით პირდაპირ და აგრესიულად. ილია თოფურია ცარუკიანს უბრალოდ ორთხლად აქცევს. გაიგეთ? ორთხლად. თუ ილია ამ დივიზიონში არ იქნებოდა, მაშინ კი ბატონო, ცარუკიანი იქნებოდა ჩემი ფავორიტიც. ის მართლაც ფრიკი ათლეტია, საოცარი უნარებით, ალბათ მესამე საუკეთესო მსუბუქწონოსანი ისტორიაში. მაგრამ, როცა საქმე ჩვენს მატადორთან მიდის, მთელი ეს სტატისტიკა შეგიძლიათ ნაგავში გადაყაროთ. რატომ ხართ ასე დარწმუნებულები არმანში? იმიტომ რომ გვარი იანზე მთავრდება და ტიპიური ბრატ-ბრატ სტილით ჭიდაობს? აი ეს ბრატვა მენტალიტეტი. გონიათ თუ ვინმე ისლამ მახაჩევს ხდება სტილში ის ავტომატურად დაუმარცხებელია? ხალხს გონია რომ ჭიდაობა არის რაღაც უმაღლესი ინტელექტი, ხოლო კრივი მორცილი საქმე. ჭიდაობა გენიალურობა, ხოლო კრივი მხოლოდ უხეში ძალა. რა სისულელეა. ილია თოფურიას ბოქსი არის ქირურგიული სიზუსტე, ხოლო ცარუკიანის ჭიდაობა ხშირად უბრალოდ ჩახუტებაა გადარჩენისთვის. მოდით ცოტა წყალიც დავასხათ ამ ცეცხლზე. დაფიქრდით, რამდენად გადაფასებულია ეს ბორცოვსკი ბაიასი, მიკერძოება ჭიდაობის მიმართ. ჩვენ ვხედავთ იგივეს ქვემსუბუქწონაშიც მოვსარ ევლოევთან დაკავშირებით. ხალხი ამბობს, რომ ის საუკეთესოა მხოლოდ იმიტომ, რომ გვარი ბოლოში ევ უწერია და მახაჩევისვით იყურება. რა არის? ნათესავები გგონიათ თუ რა? ეს არის ვიზუალური ილუზია. არმანის ბოლოდროინდელი წარმატებები მხოლოდ იმიტომ ჩანს ასეთი შთამბეჭდები, რომ მან ყველა შესაძლო პოდკასტზე გაიარა. ტიპმა იცის პიარი, ხალხს თავი შეაყვარა, მაგრამ ოქტაგონზე პოდკასტებით ვერ მოიგებ. როცა ილია თოფურია შედის გალიშში, იქ ჰაერიც კი იცვლება. ილია არ არის უბრალოდ მებრძოლი, ის არის ბუნების ძალა. და თუ ვინმეს გონია, რომ ცარუკიანის ჭიდაობა აქ რამეს შეცვლის, ძალიან ცდება. გახსოვთ ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა? არმანმა ძლივს გაიტანა ის შეხვედრა, თითქოს სტეილმეითი იყო. ილიამ კი ჩარლზი 2 წუთით გაუუფასურა. ნახვამდის ჩარლზი. აი ეს არის რეალური დონე. თქვენი არმანი ილიასთან ისე გამოჩნდება, როგორც პირველკლასელი აკადემიკოსის წინაშე. ადამატი აგრესია. მე უკვე ხელში ამოვიდა ამ ექსპერტების მოსმენა, რომლებიც ილიას შანსებს ვერ ხედავენ. როგორ შეიძლება იყო ასეთი ბრმა? ილიას გამოსვლები 10-ჯერ უფრო შთამბეჭდებია. ის არ წვალებას, ის ანადგურებს. ის არ ჭიდაობას დან ჰუკერს მეორე რაუნდამდე. ის მას პირველივე წამებში დააძინებდა. მოკლედ, პირველი პოლკა ასეთია. თუ გონიათ, რომ არმანი ფავორიტია, წადით და ცივი წყალი გადაისხით, იქნებ გამოფხიცვლებით. ილია თოფურია არის ის, ვინც ამ დივიზიონში ყველას თავის ადგილს მიუჩენს. და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩაიცინე ბოროტულად. აბა მზად ხართ? ახლა გადავიდეთ იმ დეტალებზე, რომლებსაც არმანის ფანები ძილის წინ კოშმარებივით მალავენ. მოდით ვისაუბროთ ფაქტებზე და არა იმ ზღაპრებზე, რომლებსაც სოციალურ ქსელებში გიყვებიან.
ყველას გახსოვთ არმანის ბრძოლა დან ჰუკერთან? რა თქმა უნდა გახსოვთ. პოდკასტებზე ხომ ასე ამბობენ. არმანმა დაანგრია ჰუკერიო. სინამდვილეში კი რა მოხდა? მოდით სიმართლე ვთქვათ. თუნდაც ეს სიმართლე ცარუკიანის ფანებისთვის ისეთივე მწარე იყოს, როგორც დაუმწიფებელი ტყემალი. არმანმა პირველივე ტეიქდაუნი ვერ გააკეთა. დიახ, სწორად გესმით. მსოფლიოს საუკეთესო მოჭიდავემ დან ჰუკერს, რომელიც სიმაღლის გამო უფრო წეროს გავს ვიდრე მოჭიდავეს, პირველივე მცდელობაზე ფეხებში ვერ ჩაუჭდა. ჰუკერმა ისე მოიშორა, თითქოს ვიღაც ქუჩაში სიგარეტს თხოვდა. და იცით პირველ რაუნდში არმანი პარტერში როგორ აღმოჩნდა? მხოლოდ იმიტომ, რომ დან ჰუკერმა დაუშვა კოლოსალურად დაბალი IQ-ს მქონე შეცდომა. რა სულიელია. მან თავად გადაწყვიტა გილიოტინაზე წასვლა და ამით არმანს საჩუქარი გაუკეთა. რომ არა ჰუკერის ეს ბენიალური გადაწყვეტილება, ცარუკიანი პირველ რაუნდს ფეხზე დგომში გაატარებდა და ვინიც ის იქნებ ცხვირიც გაეტეხათ მისთვის. აქ ჩნდება კითხვა. სად არის ის ხამზატ ჩიმაევისებრი დომინაცია, რომელზეც ყველა ყვირის? ხამზატი პირველივე წამზე გაგდებს, ჰაერში გატრიალებს და მიწაზე გაკრავს. არმანი კი? არმანი წვალობს. ის არ არის ის მანქანა, რომელიც 100%-იანი სიზუსტით მუშაობს. ის უბრალოდ კარგი მოჭიდავეა, მაგრამ არა ღმერთი. და აქ შემოდის ჩვენი ილია ტოფურია. მუსიკა აუწიეთ. მოდით შევადაროთ, რადგან შედარება არის საუკეთესო წამალი ილუზიების წინააღმდეგ. სანამ ცარუკიანი 15 წუთი ეჭიდავებოდა ჩარლს ოლივეირას და ძლივს, მართლა ძლივს გამოფხიკა გამარჯვებამ საჯების გადაწყვეტილებით, ილიამ რაქნა. ილიამ ოლივეირას სამივე ტეიქდაუნის მცდელობა ისე დაუბლოკა, თითქოს ბავშვებს ეთამაშებოდა. ერთ ეპიზოდში საერთოდ ჰაერშივე დაატრიალა, პოზიცია შეუცვალა, ზემოდან მოექცა და კრუციფექსში ჩასვა. ვაიმე, ჩარლს, სად მოხდი? ილიამ ოლივეირა ერთ-ერთი საუკეთესო გრეპლერი ისტორიაში სულ რაღაც 2 წუთში დაანაკაუტა. 2 წუთში. თქვენ გესმით ეს განსხვავება? არმანს სჭირდება 15 წუთი ოფლი, წვალება და ჩახუტება, რომ როგორმე ქულებით მოიგოს. ილიას კი სჭირდება 30 წამი, რომ შენი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ბუმ! და აღარ ხარ. და ამის მერე ვიღაცები კიდევ ბედავენ და ამბობენ, რომ არმანი ფავორიტია? გეხვეწებით, ნუ მაცინებთ. მუცელი მეწვება. ხალხი ამბობს, რომ ილია მხოლოდ სტრაიკერია, რასის სულელია. ეს არის ტიპიური გაუნათლებლობა. ილია არის სრულყოფილი მებრძოლი. თუ არმანს ფიქრობს, რომ ილიას ისევე ადვირად დააგდებს, როგორც დან ჰუკერს, ძალიან ცდება. ილია არის ბეტონის კედელი. ის არის მოკლე, კომპაქტური, ფეთქებადი და მისი ცენტრი ისე დაბლაა, რომ მასთან შესვლა არის თვითმკვლელობა. ილიასთან კლინჩში ყოფნის ყოველი წამი არის შანსი იმისა, რომ შენი ყბა სხვა განზამილებაში გაფრინდეს. დაამატე აგრესია. იცით რა მძულავს ყველაზე მეტად? ეს ცნობური დამოკიდებულება თითქოს ჭიდავება არის ელიტარული და კრივი უბრალო. ილიას კრივი არის ხელოვნება, ეს არის მათემატიკა, სადაც ყოველი დარტყმა არის სწორი განტოლება. არმანის სტილი კი მოსაწყენი ლექცია, რომელზეც ყველას ეძინება. თუ შენ გონია, რომ ილიას დააგდებ და იქ რამეს იზამ, გაიხსენე ოლივეირა. თუ ოლივეირამ, რომელიც გრეპლინგის მაფეა, ვერაფერი უკნა ილიას პარტერში, არმანი იქ რას აპირებს? მაქსიმუმ ილიას შორტებს დაეჭიროს და ილოცოს, რომ რაუნდი მალე დამთავრდეს. ილია ტოფურია არმანს ბიკინი ბოტონში გაუშვებს, სადაც ის სპანჯბობს და პატრიკს მეხვდება და იქნებ მათ მაინც მოიგოს ჭიდავებაში. იმიტომ რომ ოქტაგონზე, სადაც ნამდვილი მებრძოლები და ნამდვილი ჩემპიონები ჩხუბობენ, არმანს ადგილი არ აქვს, სანამ ილია იქ არის. ილია არის ამ წონის ნამდვილი მბრძანებელი და ნებისმიერი ვინც ამას ვერ ხედავს, უბრალოდ სპორტის ანბანი არ იცის. მოკლედ, მეორე პოლკის დასკვნა ესეთია. არმანის ჭიდავება არის მითი, რომელიც ილიას მუშტებთან შეხებას ისევ გასკდება, როგორც საპონი ბუშტი. პაფ! და როცა ეს მოხდება, ნუ იტირებთ, მე ხომ გავაფრთხილეთ. მოდით, ახლა კიდევ უფრო ღრმად შევტოპოთ და იმ მითიურ გამძლეობაზე ვისაუბროთ, რომლითაც არმანის ფანები ასე ამაყობენ. თქვენ გონიათ, რომ თუ ცარუკიანი 5 რაუნდი დარბის და ხალხს ეჭიდება, ეს მას უძლეველს ხდის? მოდით შევხედოთ, რა გააკეთა ილიამ მათთან, ვისაც ნამდვილი ბეტონის ყბა ჰქონდა.
ვისაუბროთ მაქს ჰოლოვეიზე. პაუზა. მაქსი არის ადამიანი ლეგენდა. კაცი, რომელსაც წლების განმავლობაში ვერავინ, მართლა ვერავინ აკარებდა ხელს ისე რომ დაენოკაუტებინა. ჯასტინ გეიჯი, რომელიც ხალხს კასაბივით ჩეხავს, 5 რაუნდი ურტყამდა მაქს და მაინც ვერაფერი დააკლო. და გამოდის ჩვენი მატადორი და რასაკეთებს. ის უბრალოდ თიშავს მაქს როგორც ძველ ტელევიზორს. ბუმ და ეკრანი გაშავდა. ილიამ დაამტკიცა, რომ მისი დარტყმის ძალა არ არის ჩვეულებრივი. ეს არის ატომური ბომბი, რომელიც მსუბუქ წონაში ყველაფერს ანადგურებს. და თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ამის ფონზე არმან ცარუკიანის გამარჯვება ბენილ დარიუშზე რამე საერთაშორისო მიღწევა? ბენილ დარიუში ახლა ისეთ ფორმაშია, რომ ოქტაგონზე გასვლამდე ალბათ ნოტარიუსთან ანდერც ტოვებს. ბენილს ვინც არ დაარტყა, ყველამ მოუგო. არმანმა ის დაენოკაუტა და უცებ დიდი სტრაიკერი გახდა? ნუ მაცინებთ. ეს იდივია ბაღის ბავშვს კამფეტი წაართვა და მერე თქვა მსოფლიო დონის ყაჩაღი ვარო. ახლა კი გადავიდეთ ალექსანდრე ვოლკანოვსკიზე. აქ ხმა აწვიე. ბევრი იტყვის, რომ ისლამმა მაუკვე გატეხაო. რა სისულელეა. ისლამმა მოუგო მოუმზადებელ, წონა გადაგდებულ ვოლკს. ილიამ კი დაუპირისპირდა საუკეთესო ვერსიას, მზადმყოფ, მოტივირებულ და ფხიზელ ჩემპიონს. და რა უქნა? ჩეკმატი, შამატი. ილიამ ისე დაშალა ვოლკანოვსკი, როგორც ბავშვიშლის ლეგოს სათამაშოს. მან აჩვენა ისეთი სისწრაფი და სიზუსტე, რომელსაც მსუბუქი წონის ეს ზანტი მოჭიდავეების სიზმარშიც ვერ ნახავენ. დაამატე აგრესია. მე მძულს ეს მიდგომა. არმანი მოჭიდავეა და ის ყველას დახევს. ხალხო, გამოიღვიძეთ. ჩვენ აღარ ვართ 90-იანებში, სადაც მხოლოდ ჭიდაობა იგებდა. ახლა ილია თოფურიას ერაა. ილია არის სნაიპერი, რომელიც შორიდან გიყურებს. სწავლობს შენს ყოველ ნაბიჯს და როგორც კი შეცდომას დაუშვებ, მორჩა. კაც, შენი კარიერა დასრულებულია. თქვენ ამბობთ, რომ არმანი ძლიერია. ილია არის ის, ვინც ამ ძალას მის წინააღმდეგ გამოიყენებს. ილიას ყბა ბეტონისაა, მისი ხელები კი ფოლადის. არმანი კი ამ დროს რასაკეთებს? პოდკასტებში დადის და ამბობს, რომ ილია მას გაურბიავს. რა სასაცილოა. ილია გაურბიავს ცარუკიანს, ეს იგივეა ლომი გაურბოდეს კურდღელს, იმიტომ რომ კურდღელი ბევრს ხტუნავს. არმანის ფანებო. თქვენი კერპილი არის უბრალოდ მორიგი მსხვერპლი ილიას სიაში. ის არის ადამიანი, რომელიც 5 რაუნდს იწვალებს, რომ როგორმე ქულებით მოიგოს. ილიას კი მხოლოდ ერთი წამი ჭირდება. მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა და ცარუკიანი ისე დაეცემა, რომ გაღვიძებისას ეგონება, ისევ სომხეთის ნაკრებში ჭიდაობს. ხმამაღლა. ილია თოფური არის ისტორია, რომელიც ახლა იწერება. არმანი კი არის უბრალოდ სხოლიო ამ ისტორიაში. ვისაც არ გჯერათ, უღურეთ მისი ბრძოლები. ილია არ ჩხუბობს, ის სჯის ყველას, ვინც გაბედა და მასში ეჭვი შეიტანა. და არმანი იქნება შემდეგი, ვინც ამ სასჯელს საკუთარ თავზე გამოიცდის. მოდით წერტილი დაუსვათ ამ ყველაფერს. ყური დამიგდეთ. ახლა ფინალური განაჩენი გამომაქვს. იცით რა არის მთავარი პრობლემა? ხალხს გონია, რომ თუ მებრძოლს გვარის ბოლოში ევ ან იან უძერია, ის ავტომატურად რაღაც დაუმარცხებელი ჭიდაობის ღმერთია. ნახეთ მოვსარ ევლოევი, კიდევ ერთი გაუვალი მოჭიდავე. მე გეტყვით, დიეგო ლოპესი მას უბრალოდ ჩაყლაპავს და დააყოლებს, იმიტომ რომ დღევანდელ UFC-ში მხოლოდ ჭიდაობა აღარ ჭრის. თუ შენ არ გაქვს მკვლელის ინსტინქტი ფეხზე დგომში, შენ ხარ უბრალოდ მსხვერპლი, რომელიც დროს წელავს. ილია თოფურია არის ის, ვინც ამ გრეპლინგის მიკერძოებას ბოლო მოუხო. დაიყვირე, ბოლო მოუხო. არმან წარუკიანის ფანები ამბობენ, არმანი ძალიან ძლიერია ილიასთვისო. სერიოზულად, ილია თოფურია მსუბუქ წონაში არის აგურის სახლი, მოკლე, კომპაქტური და ისეთი სიმკვრივის, რომ მისი დაგდება არის იგივე, რაც მუხის ხეს ეჭიდავო. წარმატებები არმან, წელი არ მოგწყდეს. ჩვენ ვნახეთ, როგორ უჭირდა არმანს დან ჰუკერის პარტერში გაჩერება 3 წუთის განმავლობაში და მაინც ვერ დაასრულა. ილიას კი მხოლოდ ერთი წამი ჭირდება. თუ მის ბოქსის რადიუსში შეხვალ, მორჩა, შენი კარიერა იქ მთავრდება. მე მძულს ეს ბრატ მენტალიტეტი, სადაც გონიათ, რომ მოსაწყენი ჩახუტება უფრო ლეჯიტია, ვიდრე სუფთა ნოკაუტი. ილია არის ერთადერთი მებრძოლი, რომლის წინაშეც ნებისმიერ წამს შეიძლება დაიძინო. არმანი ილიასთან ისე გამოჩნდება, როგორც ნელი კადრის სწრაფი ფილმის ფონზე. ილიას ღბა ბეტონისაა. მან ოლივეირას იდაყვი ისე მიიღო, თვალიც არ დაუხამხამებია. არმანს კი საერთოდ არ აქვს ის ძალა, რომ ილია შეაჩეროს. ეს არ არის უბრალოდ ჩემი აზრი. ეს არის რეალობა, რომელსაც მალე ოქტაგონზე დაინახავთ. ილია არის 70%-იანი ფავორიტი და ვინც ამას ვერ ხედავს, ალბათ ბრძოლებს კი არა, მულტფილმებს უყურებს. არმანი იქნება მოლიგი სახელი ილიას სიაში, რომელიც ნოკაუტის მერე დიდხანს იკითხავს, რა მოხდა სადვარო. საქართველოს მშვა მეფე, რომელიც ამ წონას გაწმენს. იმედია ისი ამოვნეთ სიმართლით. ვისაც გეწვით, წყალი გადაისხით.
ვისაც გიხარიათ, მოემზადეთ ილიას მორიგი ტრიუმფისთვის. ჩვენ დავამთავრეთ. დაცინე, ნახვამდის.